მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რეგიონი ფაქტიურად იძირება რეკორდული კოკისპირული წვიმების შედეგად, სხვები კი ძლიერ სიცხესა და დამანგრეველ შტორმებს განიცდიან. პლანეტის ადრე სტაბილური ნაწილებიც კი მაღალი რისკის ზონებად გადაიქცა. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გვესმოდეს. კაცობრიობის ისტორიაში არის მომენტები, როდესაც ყველაფერი კრიტიკულ წერტილში იყრის თავს, დრო, როდესაც სისტემა კოლაფსსა და განვითარების ახალ დონეზე ასვლის შანსს შორის მერყეობს. ახლა ერთ-ერთი ასეთი მომენტია. ყველაზე პატარა ქმედებასაც კი სიტყვას არჩევანს, ერთ ნაბიჯს შეუძლია გავლენა მოახდინოს შედეგზე. დღევანდელ კლიმატურ ანგარიშში, რომელიც გასულ კვირას მოიცავს, ვისაუბრებთ შესაძლებლობების ამ ფანჯარაზე, რომელიც მთელი კაცობრიობის წინაშე გაიხსნა. რუსეთი. მაისის ბოლომ რუსეთში ანომალიური ამინდის მოვლენების ახალი ტალღა მოიტანა. იაკუტიაში, დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილას, ჰაერის ტემპერატურა +24 და 5 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა, რაც ახალი დღიური რეკორდია. რეგიონის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა თითქმის 32 გრადუს ცელსიუსს აღწევდა. ამავდროულად რუსეთის სამხრეთ ევროპულ ნაწილში, სოჩში, დღისით ტემპერატურა +18 და 9 გრადუს ცელსიუსს არ აღემატებოდა. უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დასავლეთ ციმბირშიც დაფიქსირდა. 23 მაისს ნოვოსიბირსკში ჰაერი +30 და 3 გრადუს ცელსიუსამდე გათბა, რამაც მაცხოვრებლებს შადრევნებში გაგრილება აიძულა. მეორე დღეს კრასნოიარსკში ტემპერატურამ +33 და 7 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ორი ადამიანის სითბური დარტყმის სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა 27 მაისისთვის მაცხოვრებლები თბილ ტანსაცმელში დაბრუნდნენ, რადგან ტემპერატურა მოულოდნელად დაეცა და თოვა დაიწყო. კარელიას ლუხსკის რაიონში 22 მაისს თოვლიდან ნულამდე ტემპერატურა დაფიქსირდა. სულ რაღაც 3 დღის შემდეგ ამ ტერიტორიაზე 5 სანტიმეტრამდე დიამეტრის სეტყვამ დაარტყა და ტემპერატურა +24 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. პეტროზავოდსკში ტემპერატურის ახალი რეკორდი დამყარდა +28 და 1 გრადუსი ცელსიუსით. მალევე ქალაქს მტვრის ქარიშხალი დაატყდა თავს, რაც ამ რეგიონისთვის უკიდურესად უჩვეულო მოვლენაა. 24 მაისს ფსკოვის ოლქის სებეჟსკის რაიონში ძლიერმა ჭექა-ქუხილმა 100 მეტი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. გზებზე მრავალი წაქცეული ხედა ტოტი იყო, რამაც 50 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე მოძრაობა შეაფერხა. მოსკოვში ზაფხულის მსგავსი სიცხის დაწყების გამო ნარინჯისფერი ამინდის განგაში გამოცხადდა. ჩინეთი. 22 მაისს ჩინეთის ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებში ანომალიური ამინდი დაბრუნდა. უეცარი ძლიერი წვიმები, რომლებსაც თან ახლდა ჭექა-ქუხილი, ელვა და ძლიერი ქარის ნაკადები. შტორმის ეპიცენტრი ჰუბეის პროვინციის ქალაქი უხანი იყო. იქ 24 საათის განმავლობაში რეკორდული 130 მმ ნალექი მოვიდა, რამაც ქალაქში პირველად გამოაცხადა საგანგებო გაფრთხილება წვიმის შესახებ. ძლიერ წვიმას თან ახლდა წამში 27 მეტრზე მეტი სიჩქარის ქარის ნაკადები, რამაც გამოიწვია ხეების წაქცევა და სარეკლამო სტრუქტურების დაზიანება. უხანის ტიანეს აეროპორტში საჰაერო მოძრაობა მნიშვნელოვნად შეფერხდა. 27 რეისი გადაიდო და 44 გაუქმდა. გუიჯოუს პროვინციის სოფელ ცინგიანგში 21 მაისის საღამოს დაწყებული ძლიერი წვიმების ეტყვით მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა დილამდე. წყალმასახლები დატბორა, ზოგიერთ ოთახში სიღრმემ 60 სანტიმეტრამდე მიაღწია. დილით ციცაბო მთის ფერდობებიდან მეწყერი ჩამოცვა, რომლის ქვეშაც 8 სახლი დაიმარხა. სამწუხაროდ 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. აღსანიშნავია, რომ მაისამდე გუიჯოუს პროვინციაში მეწყერის პოტენციურად მიდრეკილი ტერიტორიები უკვე შეფასდა, თუმცა სოფელ ცინგიანგში ფერდობზე ამ სიაში არ შედიოდა. მიუხედავად ამისა, ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმებმა მიწის უეცარი ჩამონგრევა გამოიწვია. კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა 23 მაისის დილით გუანგსის პროვინციაში. სოფელ სანშეს მაცხოვრებლები შეშფოთებულნი იყვნენ ხმამაღალი ღრიალის ხმით, რასაც მალევე მოჰყვა მთებიდან წყლისა და კლდეების უეცარი ნიაღვარი. სტიქიურმა უბედურებამ სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 3 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. ჩილე. 25 მაისის შუადღისას ჩილეს ქალაქ პუერტო-ვარასში რეგიონისთვის იშვიათი ბუნებრივი მოვლენა მოხდა, F1 ტორნადო.
ქარის სიჩქარე მორევში 178 კმ/სთ მიაღწია. ტორნადომ ქალაქს გადაუარა და დაახლოებით 250 სახლი დააზიანა. სავაჭრო ცენტრსა და ქალაქის ბაზარს სახურავები მოგლიჯა, ფანჯრები ჩაამსხვრია, ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები წააქცია. 25,000-ზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონში რამდენიმე სახლი 15 მეტრით გადაადგილდა, ხოლო ახლად აშენებული ნაგებობები მთლიანად განადგურდა. სტიქიის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, 6 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ არავინ დაღუპულა. Puerto Varas მერმა მოვლენა რეგიონისთვის უპრეცედენტოდ შეაფასა. ავსტრალია. 20 მაისიდან აღმოსავლეთ ავსტრალიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერმა წვიმებმა იმოქმედა. ახალ სამხრეთ ველსში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა, რაც გამოწვეული იყო ნელა მოძრავი დაბალი წნევის სისტემით. სულ რაღაც 3 დღეში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე რეგიონში ჩვეულებრივ ნახევარ წელიწადში მოდის. ზოგიერთ რაიონში 48 საათის განმავლობაში 400 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა. ჰანტერისა და შუა ჩრდილოეთ სანაპიროს რეგიონებში მდინარეების ადიდებამ ფართომასშტაბიანი წყალდიდობა გამოიწვია. 10,000-ობით ადამიანი იზოლირებულად დარჩა გარე სამყაროსგან მოწყვეტილი. ბევრი იძულებული გახდა თავშესაფარი სახურავებსა და მანქანების სახურავებზე ეძებნა, სადაც მათი გადარჩენა ვერტმფრენებით გახდა შესაძლებელი. სამწუხაროდ იყო მსხვერპლი, 5 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი სკოლა დაიხურა და 1000-ობით სახლი და წარმოება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაზარალებულთათვის, რომელთა ევაკუაციაც გახდა საჭირო, სპეციალური მიმღები ცენტრები შეიქმნა. ტარი ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებს შორის იყო. იქ მხოლოდ 2 დღეში 412 მმ ნალექი მოვიდა. წლიური საშუალო მაჩვენებლის თითქმის 1/3 და მაისისთვის ჩვეულებრივი 5-ჯერ მეტი რაოდენობა. მენინგის მდინარეში წყლის დონემა 1929 წლის დამანგრეველი წყალდიდობის დროს დამყარებულ ისტორიულ რეკორდს გადააჭარბა. წინასწარი შეფასებით ჩრდილოეთის შუა სანაპიროს გასწვრივ მინიმუმ 10,000 საცხოვრებელი და კომერციული შენობა განადგურდა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაახლოებით 800 ობიექტი უძრავი ქონების ოფიციალურად გამოცხადდა საცხოვრებლად უარგისად და სახიფათოდ და ეს რიცხვი კვლავ იზრდება. წვიმების შეწყვეტის და წყლის დონის კლების შემდეგაც კი საფრთხეები კვლავ რჩებოდა. ქუჩები კვლავ დატბორილი იყო ჭუჭყიანი წყლით, გველები და ვირთხები გაჩნდნენ, ზოგიერთ რაიონში კი ელექტროგაყვანილობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. სანაპირო ტერიტორიები ნანგრევებითა და მკვდარი ცხოველების ნიშტებით იყო სავსე. საფრთხე ასევე ემუქრებოდა ველური ბუნების თავშესაფარს, სადაც ტასმანიური ეშმაკები ცხოვრობდნენ, უნიკალური მტაცებელი ჩანთოსნები, რომლებიც მხოლოდ ავსტრალიაში გვხვდება და ამჟამად გადაშენების პირასაა. პაკისტანი. მაისს ძლიერმა შტორმმა პაკისტანის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებს გადაუარა, სადაც ბოლო დროს სიცხე +45 გრადუს ცელსიუს გადააჭარბა. შტორმმა ჯექა ქუხილი, სეტყვა და ძლიერი წვიმა გამოიწვია. შტორმმა მთლიანად შეაჩერა საგზაო მოძრაობა, დააზიანა ინფრასტრუქტურა და გამოიწვია ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა. ძლიერმა ქარმა მზის პანელები დაამტვრია, ხეები ამოძირკვა და მტვერი და ქვიშა ჰაერში ასწია. პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში წყალდიდობის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, რამაც მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ქუეიდიაზამის უნივერსიტეტში ერთი შენობის სახურავი ჩამოინგრა. თუმცა ყველაზე დიდი ზიანი პენჯაბის პროვინციას მიადგა. ლაჰორში მეტროს ერთ ხაზზე მატარებლის მომსახურება შეჩერდა და მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო. ბევრ რაიონში დაბალი ხილვადობის გამო მაგისტრალები დაიკეტა. პენჯაბის პროვინციაში ელვის დარტყმებმა, კედლებისა და სახურავების ჩამონგრევამ და მზის პანელების ჩამოვარდნამ სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ქარის ხალმა თითქმის კატასტროფა გამოიწვია კერძო ავიაკომპანიის რეისისთვის, რომელიც კარაჩიდან ლაჰორში მიფრინავდა. ლაჰორში დაშვებისას, როგორც კი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიქს შეეხო, მოულოდნელად ძლიერი ქარი და სეტყვა ამოვარდა. პილოტმა სასწრაფოდ შეაჩერა დაშვება და თვითმფრინავი ჰაერში ასწია. 10 წუთის განმავლობაში თვითმფრინავი ძლიერი ტურბულენტობის ზონაში იმყოფებოდა, ძლიერად ირყეოდა და გვერდიდან გვერდზე ისროდა. ბორტზე პანიკა ატყდა, მგზავრები შიშისგან კვიროდნენ. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ეს მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ფრენა იყო. საბოლოოდ, თვითმფრინავი კარაჩიში დაბრუნდა, სადაც უსაფრთხოდ დაეშვა.
შემდეგ მგზავრებმა უარი თქვეს გადადებული რეისით მგზავრობაზე. ინდოეთი 21 მაისიდან დაწყებული ძლიერმა ჯექა ქუხილმა დელის მეტროპოლიტენის რეგიონი და მიმდებარე შტატები მოიცვა, რასაც ძლიერი წვიმა, სიტყვა და ელვა მოჰყვა. ქარიშხალმა ელექტროენერგიის გათიშვა და სატრანსპორტო სისტემის სერიოზული დარღვევები შექმნა. 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის ქარის ნაკადებმა მკვრივი მტვრის ქარიშხალი გამოიწვია, რომელმაც ქალაქის სქელი ღრუბლებით მოიცვა. მხოლოდ ერთ ღამეში ნიუ-დელიში 81 და 4 მმ ნალექი მოვიდა, რამაც მაისისთვის ნალექების საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. შედეგად ამ წლის მაისმა 1901 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა, დაგროვილი ნალექითვის საშუალო მაჩვენებელზე 6-ჯერ მეტი იყო. ქარიშხალმა ქუჩები დატბორა, ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა. 450-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გადამისამართდა. ყველაზე დიდი ზიანი უტარ-პრადეშს მიადგა, სადაც ძლიერმა ქარიშხალმა ასობით ხე წააქცია. მრავალი ნაგებობა გაანადგურა და სულ მცირე 56 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქალაქ ბადაუნში ძლიერმა ნაკადებმა პიტნისეთის წარმოების ნაწილი ჩამოანგრია, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია. ნედლეულის მაღალია ალებადობამ ხანძრის ჩაქრობა გაართულა და ხანძარი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მაინპურის ქალაქში ქარიშხლის სიძლიერის ქარმა დაახლოებით 400 ელექტროგადამცემი ხაზის ბოძი დაანგრია, რამაც ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა გამოიწვია. შტორმმა ასევე იმოქმედა საჰაერო მიმოსვლაზე. დელიდან სრინაგარში რეისის აფრენიდან 45 წუთის შემდეგ ძლიერი ტურბულენტობა შეექმნა. თვითმფრინავს ელვა დაეცა და სეტყვა მცხვირი დააზიანა. საბედნიეროდ ეკიპაჟმა მოახერხა 227 მგზავრით სავსე თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვება. ნოიდას ქალაქში მეტროს მომსახურება დროებით შეჩერდა სეტყვისა და წაქცეული ხეების გამო. მუსონი ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე ჩვეულებრივზე 16 დღით ადრე მოვიდა. წვიმიანი სეზონის ყველაზე ადრე დაწყება სულ მცირე 75 წლის განმავლობაში. მხოლოდ 26 მაისის ღამეს მუმბაიში ყოველთვიურ ნალექზე 5-ჯერ მეტი იყო. სეისმური აქტივობა 22 მაისის დილით საბერძნეთში კრეტას კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს 6.1 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრა დაახლოებით 64 კილომეტრ სიღრმეზე მოხდა. ჰერაკლიონის ქალაქში მიწისძვრამ შენობების ფასადების ნაწილობრივი ჩამონგრევა, ქვების ცვენა და გზებზე მეწყერი გამოიწვია. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მთელ კრეტაზე, მიმდებარე კუნძულებზე და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რამდენიმე ქვეყანაში, ისრაელში, ეგვიპტეში, თურქეთში, ლიბანსა და იორდანიაში. მთავარ მიწისძვრას რამდენიმე შემდგომი ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას აღწევდა. ეს უკვე მეორე მიწისძვრაა კრეტას კუნძულთან ახლოს, ამ თვეში 6 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის. 23 მაისის დილით ადრე სუმატრას კუნძულზე ინდონეზიის პროვინცია ბენკულუში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ ბენკულუსა და პროვინციის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. თვითმხილველების თქმით ძლიერმა ბიძგებმა გააღვიძა ისინი, რამაც ხალხი პანიკაში ჩააგდო და ქუჩებში გაიქცა. ბევრმა დილამდე სახლში დაბრუნება არ ისურვა, რადგან შემდგომი ბიძგების შიში ჰქონდა. ოფიციალური ინფორმაციით 200-ზე მეტი შენობა როგორც საცხოვრებელი, ასევე საზოგადოებრივი დაზიანდა, 8 სახლი კი მთლიანად ჩამოინგრა. ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაღუპულა. ამ კვირის განმავლობაში მსოფლიოში კიდევ 2 ძლიერი სეისმური მოვლენა მოხდა. 23 მაისს ავსტრალიის სამხრეთით მდებარე მაკუორის კუნძულთან 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 25 მაისს წყნარ ოკეანეში, ტონგას არქიპელაგთან ახლოს, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრები უფრო ხშირი ხდება, მათი ზრდა უკვე ექსპონენციალურია. მეცნიერთა ალატრას გუნდის მიერ მრავალი წლის წინ გაკეთებული პროგნოზი შემაშინებელი სიზუსტით ხდება. ახლა 6 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის სეისმური მოვლენები თითქმის ყოველ მეორე დღეს ფიქსირდება. ნებისმიერს შეუძლია ამის შემოწმება. უბრალოდ დაინსტალირეთ მიწისძვრების მონიტორინგის აპლიკაცია თქვენს ტელეფონზე. სეისმური სერვისები ძალიან ნელა აჯამებენ ინფორმაციას და ზოგიერთი მოვლენის სიმძლავრე არასაკმარისად არის შეფასებული, ზოგი კი იდუმალებით ქრება მონაცემთა ბაზებიდან. ამიტომ თქვენი პირადი დაკვირვებები შეიძლება უფრო სანდო იყოს. ჩვენ აღარ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება.
აუცილებელია სასწრაფოდ საგანგებო ზომების მიღება. მეცნიერთა ალატრას საერთაშორისო გუნდი კი კლიმატის კრიზისიდან მეცნიერულად დასაბუთებულ გამოსავალს გვთავაზობს, კონკრეტულ საინჟინრო გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლიათ მოახლოებული კატასტროფის თავიდან აცილება და პლანეტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის. თავის მიმართვაში დოქტორი ეგონ ჩოლაკიანის საერთაშორისო ალატრა გუნდის მეცნიერი გვიზიარებს არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს, არამედ რევოლუციურ ტექნოლოგიებს, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი შეხედულება ფიზიკაზე და გახსნან ახალი ერა მეცნიერებაში. ეს არ არის თეორია, ეს არის რეალური გზა კაცობრიობის გადარჩენისკენ.